ასტროლოგიაში ყველა კვირის დღეს ყავს თავისი მმართველი. რაც ესე ვთქვათ, გვაძლევს საშუალებას, რომ დაახლოებით ვიცოდეთ, რომელ დღეს როგორი საქმის კეთება სჯობს. ორშაბათს მართავს მთვარე, იქიდან გამომდინარე, ორშაბათი არის სამსახურისთვის რთული დღე, იმიტომ რომ მართავს მთვარე. ორშაბათს მე მინდა ვაკეთო ის, რაც მე მინდა, რომ გავაკეთო, რაც მე სიამოვნებს, რაც მე მიყვარს, რაც მე მინდა. შესაბამისად, ეს დღე არის ცოტა უფრო ზარმაცი, ცოტა უფრო ისეთი არასამუშაო და არამკაცრი, უფრო ესე ვთქვათ, მოდუნებული არის ადამიანი ესე დროს. ამიტომაც ორშაბათი კვირის დასაწყებად არ არის კარგი დღე. სამშაბათი არის მარსის დღე, შესაბამისად ამ დღეს შესაძლებელია ყველანაირი აქტიური საქმის გაკეთება, ყველაფერი სადაც ინიციატივა არის საჭირო, სადაც არის მოკლევადიანი აქტიურობა საჭირო, რომელიც ერთ დღეში გაკეთდება საქმე, ამ საქმის გაკეთება, რასაც ესეთი სჭირდება мотиваცია, რომელსაც სჭირდება ძალა, რომელსაც სჭირდება ნებისყოფა, ესეთი საქმეებისთვის არის სამშაბათი დღე. ოთხშაბათი არის მერკურის დღე, შესაბამისად ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადატანა, ნებისმიერი სახის კითხვა, სწავლა, ტრანსპორტი, სადმე მოგზაურობა ოთხშაბათი დღე ამისთვის იქნება ძალიან კარგი. ხუთშაბათი არის იუპიტერის დღე. იუპიტერის შემთხვევაში ეს არის ძალიან კარგი დღე, იქიდან გამომდინარე იუპიტერი შესაძლებლობებს აფართოებს ყველაფერს, შესაბამისად ამ დღეს არ არის კარგი ცუდი საქმეების დაწყება, იმიტომ რომ ცუდი საქმე იქნება უფრო უარესი ამ დღეს. შესაბამისად მაქსიმალურად კარგი დადებითი საქმეები უნდა ვაკეთოთ და ყველაფერი ესე ვთქვათ ამ დღეს იქნება კარგი შედეგი, თუნდაც ფინანსების მიმართულებით, თუნდაც ნებისმიერი ესე ვთქვათ ნებისმიერი საქმიანობა იქნება დასრულდება კარგად თუ დაიწყება ამ დღეს. პარასკევი არის ვენერას დღე, შესაბამისად პარასკევი იქნება კარგი ფინანსური ოპერაციებისთვის, დასვენებისთვის, სიყვარულისთვის, პარტნიორობისთვის. შაბათი არის სატურნის დღე, შესაბამისად შაბათს არის კარგი ყველანაირი მძიმე სამუშაო, იგივენაირად დიეტა, შიმშილობა და ყველანაირი მძიმე სამუშაო, გრძელვადიანი საქმეების დაწყება და რთული საქმეების დაწყება, რომელსაც სჭირდება პასუხისმგებლობის აღება, რომელსაც სჭირდება დისციპლინა, რომელსაც სჭირდება ესე ვთქვათ მოვალეობის გრძნობა. კვირა არის მზის დღე. შესაბამისად ეს დღე უნდა იყოს მაქსიმალურად დადებითი, მაქსიმალურად პოზიტიური. ყველა საქმის დაწყება სასურველი არის კვირა დღეს, იმიტომ რომ მზის დღე არის, ენერგია, ბევრი ენერგია აქვს ეს ადამიანს, პოზიტიური არის, შეუძლია ნებისმიერი რამე დაიწყოს, ძალიან კარგი იქნება, მიღებული იქნება ესე ვთქვათ გარემოში, მისი ყველანაირი ინიციატივა. შესაბამისად კვირა დღე არ უნდა იყოს წესით დასვენების დღე, წესით კვირა დღეს უნდა იწყებოდეს ორშაბათი უნდა იყოს კვირა. ესე ჩვენ არ ვაკეთებთ და არ ვგეგმავთ მხოლოდ კვირის დღეების მიხედვით. კვირის დღეები ერთ-ერთი მაჩვენებელი არის. იგივენაირად ჩვენთვის ყველაზე პირველი პრიორიტეტი არის ნატალური რუკის მიხედვით პროგნოზი. ამ დღეს როგორი დღე გვაქვს, რა შესაძლებლობები გვაქვს და თუ ამ ყველაფერს დაემთხვევა, კვირის დღეც იქნება მშვენიერი, იდეალური, მაგრამ მხოლოდ კვირის დღეების მიხედვით ჩვენ არაფერს არ ვგეგმავთ.